ძველი ქრისტიანული წესის თანახმად მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ. მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით. აღდგომის დღესასწაულის მთავარი დეტალი წითლად შეღებილი კვერცხია, რომელსაც საქართველოში ენდროს ფესვებითა და წითელი ხახვის ფურცლებით ღებავენ. წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო, მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომაცო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა. პასკას ქრისტიანები სააღდგომო დაცხობენ და მიირთმევენ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად. იგი არის იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. პასკა აგრეთვე აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოცაა. აღდგომის დღესასწაულისთვის მზადება 40 დღით ადრე, დიდი მარხვით იწყება. დიასახლისები კი განსაკუთრებით ბოლო კვირას, ჯეჯილის დათესვით, პასკის გამოცხობითა და კვერცხების შეღებვით ეგებებიან აღდგომას. ნობილია ეს ისტორია, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს და კვტრეთით აღსდგა, ის გამოეცხადა მის მოციქულებს და ის ზუსტად ის ტკბილი პური, რასაც ქვია, კულიჩი ქვია პრინციპში ამას და არა პასკა, ხო? ის პასკა გაუნაწილა და აჭამა. შემდეგ ეს მოსწავლეები ყოველ ტრაპეზის დროს აცხობდნენ აი ამ ტკბილ პურს და ეს სიმბოლო იყო იმის, რომ ესე იგი ღმერთთან ახლოს იყვნენ და სასურველია ყველა ოჯახში აუცილებლად რომ აი ეს ღმერთთან სიახლოვე და ქრისტიანობასთან სიახლოვე აი ამით მაინც გამოისახოს. თავისებური ფუფუნება ჭირდება ამას, სითბო ჭირდება, ანუ განწყობაც უნდა კონდეს კარგი, მე ესე ვფიქრობ. არაფერზე არ უნდა იყო აღელვებული, იცით, ცომთ თავისებურად მით უმეტეს პასკას ჭირდება ცოტა მოფერება. გაბელაიების ოჯახში ხათუნა წინაპრების ადათებს აგრძელებს და ტრადიციული ტკბილი პურის გარდა ოჯახში ხაჭოს პასკასაც ამზადებს, რომელიც სპეციალურ ხის ფორმაში მზადდება. ხაჭოთი კეთდება კვერცხით, კარაქით, არაჟნით, ვანილით და ცუკატებით. ინამდვილეში ნამდვილი პასკა არის ხაჭოს დესერტი. ხაჭოს პასკის ფორმა ქრისტეს საფლავთან ასოცირდება. ხის თხელფირფიტებზე სიმბოლური გამოსახულებები კეთდება. პასკის გამოცხობა მისთვის ბავშვობიდან საინტერესო პროცესი იყო. საუკეთესო შედეგს კი დედამთილის დახმარებითა და რეცეპტებით მიაღწია. დღეს უკვე მხოლოდ თავისთვის არ ამზადებს. ახლობლები და ნათესავები აღდგომას ხათუნას პასკებით ხვდებიან. რაც ასურველია, რომ ცომი ხელზე არ გეწეპებოდეს, ეს არის მთავარი რა ჩემი აზრით. კარაქს და მარგარინს ერთად ურევ, არაჟანთან ერთად. ამ ცუკატებს და ქიშმიშებს რომთან ერთად და კონიაკთან ერთად ჩავალბობ და მეორე დღეს აი ამ მასებს გავაერთიანებ. ყველა დიასახლის თავისი რეცეპტი აქვს. ხათუნა ჩვენს გადაცემაში ამხელს თავის საიდუმლოს. გარდა იმისა, რომ ყველა აკეთებს აი ამ ტრადიციულ სუნელებს, მე მაქვს ჩემი ერთი საიდუმლო, ანუ მე აი ამ ჩემ პასკას უკეთებ ჯანჯაფილს. ვინ უფრო გემრიელ პასკას მოამზადებს და ვისი კვერცხები უფრო ლამაზად იქნება შეღებილი. ჩვენი სიუჟეტის გმირსაც უხდება მონაწილეობა ერთგვარ შეჯიბრებაში. მყავს მეზობელი, რომელიც კონკურენტია, ანუ ჩემი პასკას ეს გემოქონდა, არა იმის პასკას სხვანაირი გემოქონდა, იმას ზედმეტი ქონდა, ის უშაქრო იყო, იმას აკდა რაღაცები და ეს არის რა, თავისებური ხიბლი აქვს ამასაც, იცით? მაგრამ მთავარი შემფასებლები პასკის დაგემოვნებაში მაინც დედამთილი და შვილები არიან. არ მოგეწონა? მოწონებით მომეწონა, ყველაფერი კარგია, მაგრამ შარშანდელი რომ გამოაცხდა, ის უკეთესია. ეხლა გამოჭერით. ძველად საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში აღდგომის מחარებლები ამ სიტყვებით ხვდებოდნენ დღესასწაულს. ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდავ კალათასა, ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგცემს ბარაქასა.